სურამში ერთი ლამაზი დღე თენდებოდა, მაგრამ ივას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ადგომის დროა უკვე. ჯერ არა, მეძინება. აუ, კაი, გეხვეწები რა უკვე. ავდგეს. ამდილა უთენია მე არ ავდგები. ვისაც ადგომა უნდა ადგეს და იდგეს. კაი, მაქსიმუმ 5 წუთი. ივა ვისელაპარაკებოდა ნამდვილად არავინ არ ვიცით, მაგრამ 5 წუთზე მეტი დრო რომ იყო გასული, ამაზე ყველა ვთანხმდებით. რომელი საათია? 12 საათია, დიდი ამბავი ახლა. შენ ბიჭო, ავად ხო არა ხარ? აბა 5 წუთიცო? რას მიჯერებ, შეჩემა, ხო არა გაქვს. უჩემ. ზოგი ფიქრობს, რომ ივა ტვინს ელაპარაკებოდა, მაგრამ მე უბრალოდ გონია, რომ გაგიჟდა. კაი, რა ჩავიცოდე ხა უცბად თქვი რამე. ეს როგორია მომიხდება? ეს გავხარ. კაი, მე ამას ჩავიცვარ მაინც. კაი და ხუდი ეს რო ჩავიცვა რა, რატო არა? ეს გავხარ მეთქი. ეს. კაი, და ეს მგონი ლამაზია თან, ხო? ეს რო ჩავიცვათ? არ მიჯერებ, ხო? ეს გავხარ მეთქი. და აბა რა ჩანდაბა ჩავიცვა? მოიცა. ტანსაცმელი რა შუაშია, კაცო. რა ტანსაცმელი რა შუაშია? ტანსაცმელს მე არ ვაფასებდი, მე ზოგადად გეუბნები, რომ ეს გავხარ, რა შუაშია მან ტანსაცმელი. გავიდეთ თუ ეს. თორე შენც ეგრევე საქმე არ გააგეთ. ხანდახან რო ხედავ ამ ძაღლს მინდა რომ მოვეფერო. მაგრამ მე მახსენდება რომ მაგარი ნერვებზე თამაშობს, დილით რო ყებს და ტვინს რო ტყნავს. ტყნავს და რა ვქნა ახლა. ჩიმი გასაღები დარჩა ამ კვერს. ანაირად დარჩა. უტვინო ხარ და მაგიტო. მადლობა. არაფრის. იდიოტი არსება ეს. ხო, რა გავაკეთე? დამჩა ეხლა და რა უყო? შეჩატლახო, დონს ნუ უწევ ჩემთან. ვა, ხო არ გადაო, რა მაგარი მზია გამოსული? მართლა მაგრა გამოვიდა მზე. ხალხს ნუ აბოლებ. ვიცით ყველამ კარგად რომ მეორე დღეს იღებ. გაჩერდი ბიჭო, 2 წამი რა. არ მოიტყუო და გავჩერდები ბიჭო. ეს რა გავაკეთე? არც შენი, არც ჩემი ქალებში დავიდეთ. იმედი მაქვს ეს ყველაფერი ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ ესენი ეხლა თუ მართლა ქალებში წავიდნენ, არ ვიცი. შეჩემა, მანქანისტარების არ გეშინია ბიჭო. მანქანისტარების? ხო მეთქი. რატო უნდა მეშინდეს? აი მაგალითად ვინმე რო დაგეტაკოს, ან მანქანა აგიფეთქდეს, ან რამე მოგი. ეგ რატო უნდა მოხდეს? რა ვიცი მე, იქნებ ვინმეს შეასკდი, რავი, რაღაც ეგეთი როქნა. მოიცა ბიჭო, ერთ წამს გაჩერდი, კაცო, რანაირად დებილი ხო არა ვარ? არა რა დებილი. აბა ფეხით ხო არ ვიყდი ბიჭო. გონი ყველაზე ნაღდი ვარიანტი ეგ დაგვრჩა. თან გავივარჯიშებთ. წავიდეთ ფეხით, ჰა. წავით. ჩემო მინო არ ვიცი დაგი. რა მეშტერობა. სპონსორი უკვე დამჭირვებია. ჯიბეში ფული აღარა. აღარა. აცა რა უნდა მეხმიანება. ბოროტები. რამე შვედება უკვე არ ვიცი. რაღაცნაირად მეზარება სიარული, მაგრამ კარგია ჯანმრთელობისთვისო და რა ვიცი ერთი მაგათი. ვაჰ, გული დამეღალა შეჩემა დავჭდეთ. რანაირად მოვიპაროთ 20 მილიონი. მაგრამ მოპარვა სარისკოა, მეშინია. ფულის დედაც ძაღლი გავხდები. მოიცა შეჩემა მართლა ძაღლი ვარ? რას გავარ? რა არის? რატო ვიღიმი? რა არის? ეს ვინ შემეხნია და რატო მეზასავება? რა უნდა? გადმეინეთ ამას. რა ჯინო მიყურებ? შეზოოფილო არსება. გადი აქედან. ნა, ტვინი კი არა, ავად მოყოფი ტვინი ყავს, კი? ავად ყოფის ხარ და პროჭიც. მოდი. ძაღლებსაც არ ევასები. დექსი, აკე. ხო და გაიგნორა შეცლუშე. ახალი ყავი მგონი. ნელა დაჯექი იმეთკინა. კაი არა. რა არის, კაი მაწლი შეგვიძლია ტრაქში. მოიქნება განსაკარი. ეს ის აწეღა რომ ეზასავა? გონი, გადი დროზე აქედან. გადი აქედან. ეს ავადმყოფი ძაღლი საიდან მოიყვანეთ? რა არის ბიჭო? ხო, გიდი ამბავ, შენც ავადმყოფი. აი, ბიჭო! ავადმყოფოს კიდე ერთხელ დამინძახებ და დაგბრიდავ. კამერას არ დაეტაკო თქვენი. დაგათაცი და გაპატიო. თაცი. ეს კიდე შემოვიდა, ჩემი. მომაშორე ბიჭო ეგ ძაღლი რას გავს? დებილია, მართლა დებილია, რა გიქნა.
რანაირად დარბის შეჭემა რა არის რა დაციანი ხარივით გაიქცა გამბოდი ბიჭო ფორა ქალივით წივი ხარ რა გავაკეთე რა გააკეთო და მოკვდი შენი კარგი აუ ტიპი ცუდათაა ღმერთს ფიცავად აუ შენ ადგილას მაგარ ჩაკაფულს მოხვდავდი აი მწვადებს ის ვიცი მარა დაიცა შენ აი მჭლეხორცი ექნება მაგ ძაღლს შევჭამდა აუ რა კაი აზეულ კერძებს დავამზადებდი ბიჭო ეი შენი დედ ამომივარდა გული მაგ ჩათლახი ძაღლის ამაგისი შევჭა მართლა შევჭა ან მართლა რა დავაჭავე ხო არ გადა შენ კონტექსტი მეც იგივენაირად ფიქრობ ეხლა შენ არასოდეს არ ფიქრობ მე ვფიქრობ ერთი იდიოტი აქ მეორე იდიოტი უკან მყავს შენზე დიდი იდიოტი მარტო ერთი ვიცი არა ვერ მიხსენებ აუ ისე ბუნება მართლა მაგრამ ხედები ლამაზია ბუნების შენ თქოს ბუნება რა თქმა უნდა ყველა ბუნების შვილი ვართ არ ვარ რატო არ ელოდი ერთი ვერ გავიგე რა რატო უნდა მომწონდეს აუ შენაირ რაღაცას ბუნება ევასებო და არ მეგონას იმას შეფჭო რაღაცაც ხარ და ყლეც მეორე ჯერ დამატებდა და ტრა შენ ვერაფერსაც ვერ იზაო იმასე კვერცხი იუას და ტვინის ურთიერთობა ძალიან უცნაურია, მაგრამ თუ გინდათ რომ ჩვენი ურთიერთობა უკეთესი იყოს, გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ დროზე. ბიჭო, ეს ჩემი ადგილია ყველაფერი. დროა უკვე მეცადინეობის. და მე თავი არა მაქვს. და დავიწყოთ მეცადინეობა. ანატომია ვისწავლოთ. არ მაქვს თავის შანსი არა. კაი რა, ძმობას გაგცემ, დავიჭირეთ ამ ერთხელ ვისწავლოთ და სხვა დროს დავიკიდოთ. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ეხლაც კიდია. რას ქვია, ეხლაც კიდია, ბიჭო, ამ ერთხელ დავჯდეთ. ვსო, არა, ვჯდებით, ვსო. ბიჭეკი, ჰა. კაი, მოდი ალბათ ჩემთან ერთად გავიმეოროთ, სად მდებარეობს გული? გული მდებარეობს წონაწლოვთან, ანუ პროში. ეგროს შემთხვევით წამომცდეს ლექტორთან. გულს ამოგაცლის. ზემოთ ჩამოსულისაგან რომელი ორგანო იღებს მონაწილეობას საწვლის მონელებაში? გული, ტვინი, კუჭი და პროში, ზუსტად ვიცი. პროში? ხო, რა გავაგრძელოთ ამ ერთხელ. არა, აი პროსტა რატო გავაგრძელო მითხარი? ბიჭო, თუ არ გავაგრძელეთ, მერე მოგვიწევს დებილივით ჩარჩენა. ჩემს ყლეს. კურსზე. კარგად დამიგდე ყური კიდე ვიტყვი. ჩემს ყლეს. რას ქვია, ბიჭო, რამდენად მელაპარაკები? კურსზე რო ჩავჩეთ. რა მოგვივა, იცი? კი, ზუსტად ვიცი რაც მომივა და ჩემს ყლეს. სამსახური არ გვიქნება. ჩემს ყლეს. და სხვა თუ არაფერი, ლექტორი რას გვეტყვის, იცი? რო ეტყვი დამეხმარო გეტყვის ჩემს ყლეს. ხო, იდეაში ლექტორი მაგას გვეტყვის, მაგაში გეთანხმები. ესე თუ გავაგზავნოთ, შორს ვერ წავალ ცხოვრებაში. არა უშავს, მაინც ჩემს ყლეს. აი, ნუ ჩაიხვიე ახლა რა. შენი კარგი. ვაიმე, რა იყო შეჩემა? მეტის ღირსი ხარ, უარეს გიზავ. მესავლა არ მინდა. ой, ნუ აფუჭებ. კაი, ხო, ბოდიში თავიდან დავიწყო. ხო. გამიფუჭე უკვე მუღამი რაღა აზრი აქვს. მესავლა არ მინდა, მინდა ძილი მე, ძალიან ბევრი. მეზარება მე, სავადა, რა ვქნა მე მეტი. რითმში არაზის, მაგრამ მაინც ხომ არ მინდა სავალა. ეხ ჩემ მოივა, ვის უნდა სწავლა. თუ ჩემი კიდე გააფუჭა ამ შენ მეშვია, აბა შენ დაუკარი უკეთესი. მე დაუკრა ხო? ხარაშო. შენც გეშლება. ნუ მირტყავ. ისე შეჭემა, იცი ვის მახსენებ? განტონიო ბანდერასი არა, მაგრამ განტონიო ბანდერასი ხარ, სუფთა თან, იმენა წვეჩი. აუ, და ჩავთვით რამე რა.
აუ ჩემი მეხუთე კლასში რო ვიყავი და ტუალეტში გასვლა მინდოდა და კლასში რო შემთხვევით ჩავიფსეს რა იყო ჩემი რებსიხსენ რაზმორკაზე რო დამიბარეს და სახში რო წავედი ჩემი ო ეგ დიდი ხნის წინ იყო ვის ამოსვლია ხო რა იყო შუა გაკვეთილისას ტირილი რო დავიწყეთ ეგიც ბევრს მოვიდა მაგას ხო შევთანხმდით რომ დავივიწყებდით გოგო რო კაფეში დაფატიშე და ფული არ ქონდა და მერე რომ მოგიწია სესხება ეგ გახსოვს რატომ მახსენებ ეგეც ისულებს რამდენმა კაცმა უყურა ამ ვიდეოს და არ გამოგვიწერა ჩემი აი რა დავიკიდო ცო დავიკიდო დავიძინოთ ეგრე რო იგიდე ყველაფერს მაგიტოვა კარგი